მოგესალმებით ვირფასო მეგობრებო სვენელებო. ახლა მე თქვენ მინდა შემოგთავაზოთ ისმაილ პრესის ახალი ვიდეო, რომელიც ატვირთული იყო 8 მაისს, ეს რუსულენოვანი ვიდეო და ინგლისურენოვანი უფრო ადრე იქნებოდა და საკურველი ატვირთული. და დღევანდელი თემა ეხება სიბნელის 3 დღეს, ნიბირუს დაბრუნებას და ორი წინასწარ მეტყოლებას ორ მზესთან დაკავშირებით. მაშინ დავიწყოთ. და ისმაილ პრესი ამბობს, რომ მე მომთხოვესო ამეხსნაო თუ რას ნიშნავსო სიბნელის 3 დღე. მე თქვენ ერთი ვიდეო წარგიდგინეთ არხი რომელიღაც არ მახსოვს ზუსტად რომელიღაც არხია ახლა ზეპირად არ მახსოვს იმ კაცის ეს ვიდეო ავტორი რატომ და ცოტა ადეკვატური მომიჩვენა იმ კაცის ვიდეო, მაგრამ ნახოთ ახლა რაც გვეწყოს ჩვენ ისმაილ პრესის სინამდვილეში რას ნიშნავს იმ სიბნელის 3 დღე. მე ბევრი ვიდეო მაქვს მოსმენილი ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან არ მქონდა ზუსტი ასე ვთქვათ პასუხი იმ კაცის ვიდეო ავირჩიე, ის უფრო ახლოს მომიჩვენა. ამიტომ ბევრი ვიდეოა 3 დღეს 3 დღიან სიბნელესთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა ჟღერს სხვადასხვანაირად. ამიტომ რომ თქვენ არ მინდა გავგებრუათ შეგიყვანოთ. ხო, და ის ვიდეო მომიჩვენა უფრო რაღაც სიმართლესთან ახლოს. ნახოთ ისმაილ პრესი რას გვეტყვის. და რით განსხვავდებაო ეს სიბნელის 3 დღე ადრიან სიბნელესგანო. რა კიდევ ადრეს ელოდებიან, ალბათ ელოდებიან, ხო? მე თქვენ ახლა მოგიყვებითო პირობებსო თუ რის გამო დადგებაო ეს სიბნელის 3 დღე. ეს დამოკიდებულიაო ფენომენთან, ფოტონურ სარტყელთან. აგრეთვე ჩვენ ვისაუბრებთ როგორ არის ეს ფოტონური სარტყელი დაკავშირებული ნიბირუს დაბრუნებასთანო და რა არის მიზეზი ამ ამინდის ანომალიური თვლებებისაო. მთელი ეს იდეა გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით არის სიცრუე და ეს წყვილი ამ წყვილს ათვლებენ, იმიტომ რომ დამალონო იმ ენერგეტიკულ ცვლილებებზე რაც ხდებაო ჩვენ პლანეტაზე. ანუ რომ ხალხმა სიმართლე არ გაიგოს, მოიგონეს გლობალური დათბობა. სამყარო არისო ისე მოწყობილი, რომ ეს 3 დღე ამ სიბნელის 3 დღე ჩამოგავსო რევოლუციაში. ისევე როგორც ჩვენი პლანეტა ბრუნავს ჩვენი ვარსკვლავის გარშემო და ჩვენი ვარსკვლავი კი ანუ მზე ბრუნავს უფრო მსხვილ ვარსკვლავის სისტემა ამ მსხვილი მზის გარშემო, რომელიღაც უფრო დიდი მსხვილი მზის გარშემო თავის სისტემიანად. ჩვენი მზის სისტემა ბრუნავს უფრო დიდი მზის სისტემის გარშემო, სადაც ჩვენი სისტემის გარდა კიდე სხვა სისტემებია. ხო, ну ცოტა ეს ისეთი საკითხია. და იმ სისტემებს, რომლის გარშემო ჩვენი სისტემა ბრუნავს, ჩვენი მზის სისტემა, ქვია ალციონი. ანუ ჩვენი დედამიწა ბრუნავს ჩვენი მზის გარშემო, ანუ ვარსკვლავის გარშემო, როდესაც მე ვამბობ ვარსკვლავს, იგულისხმეთ მზე. როდესაც მე პლანეტებს ვამბობ, უნდა იგულისხმოთ პლანეტა. და ჩვენი ვარსკვლავი ბრუნავს უფრო დიდი ვარსკვლავის გარშემო, ანუ ალციონის მზის გარშემო. ის კიდევ უფრო მსხვილი მზის გარშემო და ასე შემდეგ. და როდესაც ის ბრუნავს ამ დიდ მზის გარშემო, ჩნდება იქ ამას უნდება 25,000 წელი და ამ დროს ჩნდება ფოტონური სარტყელი. ტრადიციული ასტრონომია არ აღიარებსო ფოტონურ სარტყელს, როგორც სამეცნიერო მოვლენას. თუმცა მტკიცებულება ფოტონური სარტყლის არსებობისა სახეზეა. ზოგჯერ ამ სარტყელს ახდენენ როგორც მასიურ ხას, პალასას უწოდებენ რუსულად, რომელიც დამოხტულია ძლიერი ელექტრომაგნიტური ველითო, ენერგიითო და რომელიც დაკავშირებულია პლეიადების ცენტრალურ მზესთან. ცნობილი როგორც ალციონი, რომლის გარშემო, როგორც გითხარით მე, ბრუნავს ჩვენი მზის სისტემა. სრულ ბრუნვას ის ასრულებს, როგორც გითხარით, 25,000 წელიწადში ერთხელ.
და ეს ხდება არაერთხელ. სინამდვილეში კოსმოსური არქივის მონაცემების თანახმად ჩვენმა მზის სისტემამ მოახდინა 52 ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო. მან გაიარა სინათლის ეპოქები, ოქროს საუკუნეები, შემდეგ სიბნელის ეპოქები და თანდათანობით, როგორც კი ჩვენ ჩამოვშორდებით ფოტონურ სარტყელს და თანდათანობით ისევ მივახლოვდებით ფოტონურ სარტყელს. ამაზეა დამოკიდებული. ანუ, როდესაც ჩვენ ვახლოვდებით ფოტონის სარტყელს, დგება ოქროს ჟამი, ოქროს საუკუნე. მაგრამ ჩვენ როდესაც ვიწყებთ ამ ფოტონის სარტყლის, ესე იგი, მოშორებას ამ ფოტონის სარტყლიდან, ანუ შორდებით, როცა ვიწყებთ მოშორებას ამ სარტყლიდან მანძილი ამ ფოტონის სარტყლიდან ჩვენ შორის იზრდება, ჩვენ შევდივართ ჩვენი საერთოდ შევდივართ სიბნელის ეპოქაში და შემდეგ პირიქით ხდება. მოახლოებისას ისევ ოქროს ეპოქა იწყება. ეს ყველაფერი არის ციკლის შემადგენელი ნაწილი. ასე ხდება სულ დაფხოლოდ ჩვენ მზის სისტემასთან დაკავშირებით არა, ასე მუშაობს მთელი სისტემა, მთელი მზის სისტემები, მთელი galaktikis მასშტაბით, მთელი კოსმოსის მასშტაბით. მეტაფიზიკური სწავლებების მიხედვით ფოტონური სარტყელი ეს არის ასტრონომიური მოვლენა და ზუსტად რომ ვთქვათ, არის ტრანსფორმაციის კატალიზატორი. ცნობიერების ველი, რომელიც გაფანტულია ჩვენ სისტემაში, ანუ ასე ვთქვათ, ახვატებთ ჩვენ სისტემას, წარმოადგენს კოსმოსურ მექანიზმს, რომელიც აჩქარებს სულიერ ევოლუციის განვითარებას, რომელიც აღვიძებს მძინარე პოტენციალს დნმ-ისა და აგრეთვე დაბალი დონის ცივილიზაცია და გადაყავს მაღალ დონის ცივილიზაციაში ევოლუციის გზით ყოფის მაღალ დონეებზე. ალბათ ზოგიერთს გაუჩნდებაო კითხვა, რა კავშირი აქვსო ამას ყველაფერს იმ სიბნელის სამ დღესთან. მე თან მოგიყვებითო იმ საიდუმლო ნაწილზეო ისტორიისა, რომელიც ეხებაო ნიბირუს წარმოშობას. დედამიწა ახლა ასრულებს უდიდეს ციკლს, რომელიც დაკავშირებულია ბუნიანობასთან, ხო, მაგრამ აქ ჩვენი მზე არ იგულისხმება, აქ იგულისხმება galaktikuri მზე ალციონიზმზე, რომლის გარშემო ტრიალებს ჩვენი სისტემა მზის. და ეს როგორც თქვა ისმაილმა, ეს ბუნიანობა იგივე და ეს ციკლი უდრის 25,000 წელს. ორჯერ გავიმეორე მე დასაწყისში, რომ ჩემი ნათქვამი გაიგოთ კარგად. და ეს მოვლენა ცნობილია ასტრონომიისთვისაც და ძველი ცივილიზაციებისთვისაც. ყველასთვის ცნობილიაო, იმის მიუხედავად, რომ ტრადიციული ასტრონომია ჩვენ არ გვათვთისო არანაირ მონაცემებსო, ფაქტებსო, მტკიცებულებებსო ამასთან დაკავშირებითო, მაგრამ საიდუმლო ცოდნების დახმარებითო, რომლებიც შეინახაო თეთრმა ძმობამ, თეთრი ლოტოსის თეთრმა ძმობამ, ეს ინფორმაცია ისევ გახდა საზოგადოებისთვის ცვდომადი. ზოგი ეზოთერიკული საზოგადოებები ამ ციკლს ახასიათებენ როგორც კაცობრიობის გადასვლას ერთი ეპოქიდან მეორეში, ცნობიერების განვითარების თვალსაზრისით და ითვლება, რომ დაუშვათ ერთი ციკლის დამთავრება ემთხვევა მეორე ციკლის დაწყებას და ამ დროს იწყება მზის აქტიურობა. რა სიტუაციაც არის ახლა. რა ხდება ამ დროს? ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, გადაადგილება, ძროები და კაცობრიობის ცნობიერების აქტივაცია. ძველმა ცივილიზაციებმა, ასეთებმა როგორც მაია, რომლებიც არასდროს გამქრალან, ხო,
ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ცივილიზაცია მაია გაქრა რაღაც პერიოდამდე მივიდა განვითარების და შემდეგ გაქრაო მაგრამ თურმე ცივილიზაცია მაია არცად გამქრალა ამბოსპერესი ცივილიზაცია მაია იყო იმდენად განვითარებული სულიერად რომ რეალურად ბუკვალურად გადადიოდნენ რეალობის ერთი დონიდან რეალობის მეორე დონეზე შეეძლოთ ამის გაკეთება და ამ დროს ქრებოდნენ სამგაზომილებიანი მიწიდან იმიტომ რომ დედამიწელები ხო ფიზიკურ დონეზე სამგაზომილებიანი დონე დედამიწის მატერიალური დონეა ხო და ისინი ვერც ნახავდნენ წრულ დონეზე ამათ ვერ ნახავდნენ და ზუსტად ეს მოხდა მაიას კულტურას ეს ემართაო მაიას კულტურას ეგვიპტელების ნათქვამით ხოპი აგრეთვე და სხვა ვედური ტრადიციების მიხედვით ყველა ისინი საუბრობდნენ განმეორებადი კოსმოსურ ეპოქებზე რომლის დროს კაცობრიობა პერიოდულად სულიერად განისწინებს სულიერ აღმავლობას და ამავე დროს შემდეგ ხდებოდა უკანა პროცესი და ხდებოდა კაცობრიობის დეგრადაცია ეს იყო დამოკიდებული იმაზე თუ რომელ პერიოდში აღმოჩნდებოდა კაცობრიობა ნუ პერიოდების მიხედვით ციკლების მიხედვით რა თანამედროვე მეტაფიზიკურ ინტერპრეტაციებში ფოტონური სარტყელი გახდა სიმბოლური ახსნა ძველი წინასწარმეტყველებისა ისინი უწოდებდნენ მას სინათლის გალაქტიკურ ტალღად რომელიც აქტივიზირებას უკეთებს ცნობიერებას და ეს ხსნის იმ მასიურ აღმავლობას რომელიც მოხდება როდესაც კრიტიკული მასა მიაღწევს თავის დონეს და ერთ-ერთი იდეა ამ ფოტონურ სარტყელთან დაკავშირებით და რომელიც იყო შემონახული გალაქტიკურ არქივებში დევს იმაში რომ თვით ჩვენი მზე ზემოდან მოახდინოს თვით ტრანსფორმაცია ბევრ ეზოთერიკულ საზოგადოებებში და ორდენებში მზე განიხილება როგორც ცოცხალი არსება გაცნობიერებული არსება და რომელიც სხვა პლანეტებივით ცივილიზაციებივით იგიც ცოცხალი რადგან ცოცხალი არსება განიცდის რაღაც ევოლუციებს სხვადასხვა ციკლებს რაღაც პერიოდებში ჩვენი მზე ამ წინასწარმეტყველების თანახმად ამ წვენის თანახმად და უბრალოდ სწავლების თანახმად ჩვენი მზე ყვითელი ვარსკვლავიდან გადაიქცევა მაღალი ესე იგი ყვითელი ვარსკვლავიდან უფრო მაღალი ვიბრაციის მტარებელი გადაიქცევა უფრო მაღალ ვიბრაციული ვარსკვლავად თეთრი ან დაიქცევა თეთრი ან კრისტალურ ვარსკვლავად ესე იგი თუ იყო ყვითელი და ქონდა დაბალ ვიბრაციული ენერგეტიკა გადაიქცევა თეთრ ვარსკვლავად ან კრისტალურ ვარსკვლავად და ვიბრაციებიც მაღალი ექნება ამ დროს ეს არის ზის გაფართოება რომლის მოტივები გახდნენ უკვე ბევრი ადამიანები და მარტო მზე კი არა მთელი ჩვენი ზის სისტემა ფართოვდება სინამდვილეში ის ხდება უფრო საშიში ეს არის სიმცირნიანი ველი ფოტონური ენერგიის ზე არის მაღალი სიხშირეების გადამცემი და ასე იყო თავიდანვე ჩვენი მზის არსებობის დროიდან შექმნის დროიდან და რადგან ის არის ამ ელექტრომაგნიტური ველების გადამცემი დედამიწის ველზე იქნება ხდება ემოციური მდგომარეობები სიზმრები და ბევრ რამეს მზის აფეთქებები ეს არის ჩვეულებრივი ფიზიკური ამოფრქვევები არამედ ტექნიკურად ეს ამოფრქვევები ტექნიკურად არიან დაკოდირებული ინფორმაციის სტარებლები ეს არის ცნობიერების ტალღები რომლებიც არის გაკურნილი კაცობრიობის ცნობიერების გამოსახვისებლად ხო ესე იგი თანდათანობრივის მიხედვით როგორც კი მზე გადის ამ მაღალ სიხშირიან სფეროს რომელიც ხდება ყოველ 25000 წელს ერთხელ კოსმოსში და მისი გამოსხივება ხდება უფრო ინტენსიური ძლიერი ენერგეტიკული იმპულსები მოდიან დედამიწის მაგნიტურ ველში ხო რაც ხსნის რაც არის ხო რაც ხსნის თუ რატომ სუსტდება დედამიწის მაპატიეთ თუ რატომ სუსტდება დედამიწის ძველი ელექტრომაგნიტური ველი და აქ ჩნდება წინასწარმეტყველება ორ მზეზე ბევრ ძველ თხმულებებში არის საუბარიო მომავალზე როგორ ცაზე თითქოს გამოჩნდება ორი მზე
ან ორი ვაჟი, არა ვაჟი არა, აქ ამას რობოტი რომელიც თარგმნის შემთხვევით სოლ ხუამზე, ამან ეთყობა სან გაიგო, სან შვილია ვაჟი კი არა ორი მზე. და ეს გამომდინარეობს იქიდან რომ დედამიწა განიცდის იქნება, გადიოდეს იქნება უდიდეს გარწმენდას. და ამდაგვარი ისტორიები აგრეთვე ამდაგვარ რაღაცას ამბობენ ხოპი. ხოპი არის ასეთი ტომი. და ამ დროს ამ წელსამეტყველებებთან ერთად წინასამეტყველებები ეხება აგრეთვე პლანეტა ნიბირუს. ეს სივრცეთაშორისო ობიექტი, ანუ მას კიდევ უწოდებენ კარლიქს, რომელიც დაკავშირებულია ციკლურ ცნებებთან, კაცობრიობის ცივილიზაციასთან. ხო და ეს ორი მზის მოვლენა აღიწერება როგორც ნიბირუს გამოჩენა. ჩვენ ხო ესე იგი ჩვენი მზე ერთი მზე ხო? და ნიბირუ თუ გამოჩნდა, გამოდის რომ ორი მზის წინასამეტყველება ახდება. და რადგან ჩვენი მზის გადასხდის მომენტში ხდება უფრო კაშკაშა, ერთი მზე ნიშნავს ძველ სამყაროს და დაკავშირებულია შიშთან, მატერიალისთან, დაბალ ვიბრაციებთან, კონტროლთან. მეორე მზე დაკავშირებულია გამოღვიძებასთან, ცნობილებასთან, ღვთაებრივ მეხსიერებასთან და შესახვა უფრო განვითარებული ცივილიზაციისა, ანუ შეიძლება აღორძინება უფრო განვითარებული ცივილიზაციის და მორი ენერგიის გადაკვეთა სიმბოლიზირებს დროის ხაზების გაყოფას. მე ბევრჯერ გიყვებოდით თქვენ ტრიფურკაციაზე, ბევრჯერ ვახსენეო ტრიფურკაცია, არის ბიფურკაცია, არის ტრიფურკაცია და მოცემულ კონტექსტშიო ეს სამი დღე არ ეხებაო ფიზიკურ კონტექსტს, არამედ ეს არისო ენერგეტიკული კონტექსტი. ეს არის გადასვლის ფაზა, როდესაც დედამიწა აწყობსო თავის სიხშირეებს. ძველი სისტემები კი ინგრევაო, მათ შორის ჩვენი ელექტრომაგნიტური ველიც სუსტებაო და მე მაქვს ნათქვამი თქვენზე, რომ როდესაც ჩვენი სხეულები ადაპტაციას გაივლიანო ახალ სიხშირეებთან, ენერგიებთან, ჩვენ დაგვჭირდება დასვენების 3 დღე და 3 დღე მზის სხივის გარშემო და დენის გარშემო. მოხდება ელექტროსისტემის გათიშვა და ამდაგვარი რაღაც. ამით იხსნება ამ სამი სიბნელის დღის აზრი. მაპატიეთ არეულავ თქვი ხამე. ამაში შედგება ამ სამდღიანი სიბნელის აზრი. ეს არის რაღაც მონაკვეთი დროისა, როდესაც ჩვენი სამყარო შედის ახალ ეპოქაში, ან ტოვებს ძველ ეპოქას იმისთვის გადავიდეს ახალ რეალობაში. ესე იგი სიბნელის 3 დღე და არ არიოთო ეს სიბნელის 3 დღე, სიბნელის 10 დღესთან. მე ადრე რომ გავიგე ეს 10 დღე, სიბნელის 10 დღე, ალბათ შეეშალათ მეთქი, იმიტომ რომ მე განაგონი მაქვს და მოსმენილი მაქვს, გადათარგმნილი მაქვს ვიდეო 3 სიბნელის დღესთან დაკავშირებით. ამიტომ მე ვიფიქრე ალბათ ვიღაცას შეეშალა და 10 დღე დაწერა, ან თქვა 3 დღეს მაგივრად მეთქი. არა, ახლა მივხვდი დღეს ამ ვიდეოდან, რომ თურმე კიდევ არის მოსალოდნელი სიბნელის 10 დღე. და პერესი ამბობს, რომ სიბნელის 10 დღე ეს არის ალიანსი, რომელშიც შედიან იახვე, ადონაი და იერარქია, ინიციატივა პროექტის ჩარჩოში ერთი, რომელიც სრულიად გათიშავს ძველ ენერგოსისტემას და ახალ სისტემას ჩართავს უკვე კვანტური თავისუფლებისა, ანუ ეს სისტემა იქნება კვანტურ ენერგიაზე დაფუძნებული. აი რაშია განსხვავება. ამ გადასხვის ეტაპზე დედამიწა ისევ იმყოფება თანაბარ მდგომარეობაში, ხო, წონასწორობაში და ემზადება გაფართოებულ მონადურ ველში შესვლისთვის უпростоრად გაფართოებულ მონადურ ველში შესასვლელად. ბევრი ახდენსო ამ პერიოდს, როდესაც ჩვენი მზე სრულიად
ესე იგი იყვინთება, ჩადის, ან იმალება, არ ვიცი სწორად როგორ თქვა, ამ ფოტონურ სარტყელში. ანუ შედის ამ ფოტონურ სარტყლის სიღრმეში. ზე, ისეთი პერიოდია, რაც იწვევს ელექტრომაგნიტურ არევებს, ესე იგი ხდება ელექტროსისტემების, ტექნოლოგიური სისტემების მუშაობაში რაღაც შეფერხებები, აგრეთვე ეს მოქმედებს ადამიანის სულიერებაზე, რის გამო დედამიწელებს კაცობრიობას მოუწევთ 3 დღე დასვენება, იძულებითი დასვენება. სიბნელის 3 დღე, ეს არის ადაპტაციის დრო დედამიწის სიხშირეებთან დაკავშირებით. იცით რა, ახლა მე არ ვიცი როგორ ახსნა, გამახსენდა ახლა არხი, რომლიდანაც მე თქვენ გადაგითარგმნეთ სიბნელის 3 დღე. მაგრამ მე მგონია მე კიდევ მეორე ვიდეო დავდე, თუ არ დავდე, სადაც ყვებიან, ახლა ისმაილ პერესმა სულ სხვა მოყვა, სადაც ყვებიან ეს გალაქტიკური წარმომადგენლები, რომ დედამიწა დროებით უნდა ტრიალებს, დედამიწა ტრიალებს, ბევრმა არ იცით, თუმცა იცით, შეიძლება ის საათის მიმართულების საწინააღმდეგო, ისევ არეულად თქვი. საათის ის არის, ხო, ტრიალებს ჩვეულებრივად, როგორც ჩვენ ვართ ჩვეული, ხო? ისრის საათის საწინააღმდეგო მიმართულებით დედამიწა რადგან ტრიალებს, უნდა დედამიწის ბრუნვა შემოაბრუნონ, რომ მან დაიწყოს ტრიალი ისრის საათის მიმართულებით, ხო? და ამის გამო თოდახანი, თუმცა მასეც მოხდება. თავისთავად ელექტრომაგნიტური, როდესაც მზის სისტემა შევა ამ ფოტონის, მე არასწორი ინფორმაცია თქვენთვის არ მომიწოდებია, როდესაც მზის სისტემა შევა ამ ფოტონურ სარტყელში, მოხდება ზამიკანიე რუსები რომ იტყვიან, მოკლე ძაბვა და მოხდება ყველაფრის გათიშვა. ყველაფრის, რაც კი მუშაობს ელექტროდენზე. თვით ჩვენ ხომ ელექტრომაგნიტური ველი ვართ, ხო? ჩვენს გავითიშებით ცოტა ხანი. იმიტომ რომ თუ დედამიწა გაითიშა, თუ ზე გაითიშა დროებით, შეფერხებით იმუშავა მზემ, ჩვენ როგორ მივიღებთ ენერგიას? ჩვენ თუ დედამიწას ენერგია არ ექნა, ელექტრომაგნიტური ველი არ იმუშავა დედამიწის, ადამიანები ვერ იმოძრავებენ, ვერ ფუნქციონირებდნენ იქნება, მარტო ადამიანები კი არა, საერთოდ მთელი სიცოცხლე დედამიწაზე. და იმიტომ ამბობს ისმაილ პერესი, რომ ეს 3 დღე ჩვენ მოგვიწევს დასვენება. ასევე ამბობენ სხვებიც, როდესაც რაღაც უსმენ ამ თემასთან დაკავშირებით ვიდეოებს, რომ კი იქ სხვადასხვანაირად აიგრე რა, ვაფშე საერთოდ სისულელეებს ყვება ზოგიერთი, მაგრამ ფაქტიურად ჩემი ნათქვამი შეიძლება ახლა რაღაცები არა, მაგრამ ემთხვევა, ჩემი ნათქვამი არა, იმ გადათარგმნილის ვიდეო. მოდით გავაგრძელოთ. მინდა რომ შეგახსენოთო, რომ ყველა განზომილებები ერთმანეთზე ედებაო, მაგრამ მათ ყოფსო სიხშირეები, სხვადასხვა დონის სიხშირეები. თითქოს ფენოვანი ხაჭაპურით ერთმანეთზეა, მაგრამ მაინც სიხშირეებია, თავისი სიხშირე აქვს ყოველ ფენას. და ამდაგვარად ჩვენ ვღებულობთო რეალობის სხვადასხვა ფენა. ხო, აგრეთვე ეს ამ პერიოდს აღიარებენ როგორც განწმენდის პერიოდს. ეს ყველაფერი არასდროს არ მიიღებოდა როგორც განец света, ანუ გამახსენდა როგორც სამყაროს დასასრული. ხო, ეს არის განწმენდის პერიოდი. სანამ ჩვენ 3 დღით შევვალთ სტაზისში, უკვე ალბათ თქვენთვის ყველასი ცნობილია თუ სტაზისი რას ნიშნავს, მაგრამ მაინც ვიტყვი, ყველა დავიძინებთ ამ 3 დღით და როდესაც გამოვიხვდებთ უკვე მაღალ ვიბრაციულ სამყაროში. კლიმატის შეცვლა ხდება არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მთელი მსოფლიოს სისტემის მსოფლიო მეთქი, მთელ მზის სისტემაში. ცვლილებები მხოლოდ დედამიწაზე არ ხდება კლიმატის, არამედ მთელი მზის სისტემაში.
ხდება ცვლილებები ამითა დაკავშირებით. გლობალური გათბობა არ არსებობს, რადგან ეს არ არის გლობალური გათბობა, ეს არის იმის მიზეზი, რომ მზის სისტემა შედის მაღალ ენერგეტიკულ ასე ვთქვათ, სივრცეში, რომელიც დაკავშირებულია ალციონის ზესთან და ფოტონის სარტყელთან, რომელიც თავისთავად დაკავშირებულია ბირთვთან, ცენტრალურ ზესთან, ჩვენი გალაქტიკის ზესთან და აგრეთვე ეს გათბობა დაკავშირებულია ნიბირუს დაბრუნებასთან, რომელიც გახდება ჩვენი მეორე მთვარე, დედამიწის მეორე მთვარე და მას მე აგიხსნითო ცოტა მოგვიანებით. ახლა ხდებაო კოლექტიური აწევა ვიბრაციებისა, რომელიც ზეგავლენას ახდენენო ჩვენ მზის სისტემაზე. ალციონის ცენტრალური მზის ჩანაწერებთან დაყრდნობითო პლეადებზე, ხო, ალციონი პლეადებთან უბრალოდ პლეადების მზეა ალციონი. ამ ენერგიის მომატება აღწერენ როგორც სიხშირების აწევა და ვიბრაციების აწევას, რომლებიც ხდება არა მხოლოდ ჩვენ მზის სისტემაში, არამედ სხვა 52 მზის სისტემებში, რომლებიც შედიან ჩვენი ლოკალური მზის გროვაში. 2012 წელს მგონი პროქსიმა ცენტავრაზე მოხდა მზის აფეთქება. ახლა კი ჩვენი რიგი დადგაო. ნიბირუს მოძრაობის ციკლი მზის გარშემო შეადგენს 3600 წელს და ყოველი 3600 წელს ის მისი ციკლიდან გამომდინარე უახლოვდება ყოველთვის დედამიწას. კი, ადრე გვაშინებდნენ ჩვენო, იმიტომ რომ ნიბირუ მოგვიახლოვდება და ყველაფერი დაინგრევა დედამიწაზე და კატაკლიზმები მოხდება. სინამდვილეში ეს ჩვენი მზის 25 ციკლიანი 25000 წლიანი ციკლი და ნიბირუს 3600 წლიანი ციკლი, ეს ორივე არისო ჩვეულებრივი ამბავი. კი, ეს ის ციკლიაო ნიბირუსთან დაკავშირებით, რომელსაც შეუძლიაო ჩვენი პლანეტის არქიტექტურა შეცვალოს და ჩვენი მზის სისტემის არქიტექტურაცო. ჩვენი მზის სისტემა პლანეტებთან ერთად საცაა ახმავლობას მოახდენსო და დასრულდებაო ამით ეს ციკლი. და ნიბირუს ელიფტიური ორბიტა, დიდი ელიფტიური ორბიტა ნიბირუს იქნებოდა დაფიქსირებული როგორც მეორე მზე და რომელსაც როგორც ჩვენ მზეს ეყოლებაო რამდენიმე პლანეტა გარშემო, როგორც თანამგზავრები. ნიბირუ ყოველთვის იყო ცნობილი როგორც მე-12 პლანეტა ჩვენი მზის სისტემისაო. ახლა კი განსხვავება იმაში შედგებაო, რომ რადგანო ჩვენ დავასრულეთო ამდენი ციკლები, ნიბირუ უკვე არ მეატოვებს ჩვენ მზის სისტემას, არცად წავა, ის დარჩება ორბიტაზე, ის აქ დარჩებაო სამუდამოდ. ის მოვაო როგორც ჩვენი მეორე მზე. და თუ ადრე ნიბირუ გველს გვივლიდა და მიდიოდა, აგრძელებდა გზას, ახლა ის არცად გააგრძელებს გზას. და კი, მეც სვენია, მე ისქერა კონსპექტი მაქვს გაკეთებული ნიბირუსთან დაკავშირებით. ამოწერილი მაქვს ინტერნეტიდან. ახლა თავისუფალად რომ ინტერნეტიდან თავისუფალ ინფორმაციას იპოვისი არ იყო ადრე და მე თან ინტერნეტიც არ მქონდა და საერთოდ წესად მქონდა ყველაფრის დაკონსპექტება. და ისმალპრესი ამბობს, რომ კიო, ჩვენო ამბობდნენო, რომ ნიბირუმ თუ მოახლოვდა, სხვათა შორის ბორევის წიგნშიც წავიკითხე ეს მე ბორევის წელს ამას, რომ ნიბირუ თუ უბრალოდ ერთ-ერთ მომენტზე, როდესაც ნიბირუ მოახლოვდა დედამიწას, რომ დაიწყო ნგრევები, ესენი კატაკლიზმები და ასე შემდეგ, რომ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი კატაკლიზმებისაო. ამას არ დაუჯეროთო, ახლაო ნიბირუ დარჩებაო. ითვლება, რომ ნიბირუ უახლოვდებაო ორბიტას ასეთი საცეცხლო პლანეტების საზღვრამდე, როგორც იუპიტერი, სატურნი, урანი და ნეპტუნი, სადაც საბოლოოდ ნიბირუს სტაბილიზებას განიცდის იქნება და დარჩება ხანძლივ პერიოდში თანამგზავრი. და ნიბირუ განლაგდება ჩვენი მზის გასწვრივ. და ეს იყო თქმული
galaktikuri ალიანსით ასტრონომიაში ორმაგი მზის სისტემები ხშირიაო და ეს ორმაგი სისტემები მთელ galaktikაში არიანო გავრცელებული და თანამედროვე ასტრონომია უკვე ამტკიცებსო ამას, რომ ორმაგი მზის სისტემები არსებობენ. უпростоრად ორ ვარსკვლავიანი, ორ მზიანი სისტემები. როდესაც ნიბირუ განლაგდება მზის ორბიტის განსწვრივ, ის დაიწყებს გამოსხივებას იმ სიხშირეებისა, რომელიც რეზონანსში შედიოდეს იქნება მზის ენერგიასთან და აგრეთვე დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველთან. ხო, ამ ეტაპს უწოდებენ გამოცოცხლების ეტაპს. არისო ბევრი ფოტოები ორი მზისა, რომელსაც ხალხი სოციალურ ქსელებში დებენო, დედამიწა გავა ძლიერ დამუხტული ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც შეიქმნება ჩვენი მზის, ნიბირუს და ამ ფოტონური სარტყლის მოქმედების შედეგად. ურთიერთობის მოქმედების შედეგად და დედამიწის მაგნიტურ ველში იქნება რასაკვირველია, როგორც ვთქვი, ცნებები და აგრეთვე ატმოსფეროშიც იქნება ცნებები, ხო, და როგორც თქვა ისმაილმა, ადამიანის აღთქმა დაირღვევა. ეს ყველაფერი შეცვლის ადამიანის აღთქმას. და წინასწარმეტყველების მიხედვით დადგება სიმნილის 3 დღე და ამ სიმნილის 3 დღე იხსნება როგორც სამყაროებს შორის გადასვლის პერიოდი. ბევრ ხალხს გონია, რომ ნიბირუ დღესაც იმყოფება ნეგატიური ანუნაკების კონტროლის ქვეშ. არა ამბობს პერეს, ყველაფერი რიგზე არის. ხო, ნიბირუს ახდენო ბევრ ეზოტერიკულ მაშინ, როგორც მობოდიალე პლანეტას, ან როგორც ხელოვნურ სამყაროს. ნიბირუ შეიქმნაო ლირიანული პლანეტის ავიონის აფეთქების ნატეხისაგანო, უცნაურია, პირველად მესმის. ხო, მაგრამ პერესის დაზუსტე ინფორმაცია არის ზუსტი. და ნიბირუ არისო ნაწილი ორიგინალური მზის ავიონისაო და ეს ხსნისო იმას, თუ რატომ არისო ნიბირუ დღეს ჩვენ მზის სისტემასთან, ასე ვთქვათ, შეერთებული. ხო, ეს მასირებული ხომალდი, რომელიც პროექტირებული იქნა ცოლების ალიანსის მიერ, შეიქმნა ბევრად ადრე, იქამდე სანამ დარეგისტრირდებოდა კაცობრიობის ისტორია. ნიბირუ თავიდან იყოს პროექტირებული მაღალი სირიუსის საბჭოთი, როგორც პლანეტა ვარსკვლავი საბრძოლო მოქმედებებისა და ცოცხალი ვარსკვლავთა შორისო მეთაურობის ცენტრი, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი მანძილის დაფარვა მთელ სამყაროში, ირმის ნახტომის galaktikაში და აკეთებდა მთელ ევოლუციურ პროცესებს ასობით ცივილიზაციების მიმართ, აკეთებდა ასობით ცივილიზაციებს, თუ როგორ ვითარდებოდა მათი ევოლუციური პროცესები და ამ სწავლებების მიხედვითო ნიბირუ გაჩნდაო სირიუსის დახმარებით. სირიუს თაყვანს სცემდნენ ძველი ეგვიპტელები, ტომი დაგინი, მაია და მრავალრიცხოვანი საიდუმლო სკოლები, რომლებიც ცლიდნენ სატურნს სულიერ მზეთ, ჩვენ მზეთ, მაღალი სიბრძნის კარიბჭეება და კოსმოსური მომზიდველობის წერტილად. სირიუსის საბჭო არისო წარდგენილი როგორც ძველი დამცავი ორგანო. ჩვენ რეგიონში, galaktikაში ის პასუხს აგებდაო ცივილიზაციების ჩასახვებზე. აგრეთვე ბალანსი ეკავაო ირმის ნახტომის, galaktika ირმის ნახტომის სექტორებში. ამ გამოცხადების თანახმადო ნიბირუ არ იყო შექმნილი როგორც დაპყრობის იარაღიო, არამედ როგორც ცველების მობილური სამყარო, განვითარებული ბიოსფერო, რომელსაც შეუძლია ცივილიზაციის ხადაჭერა შეინახოს კოსმოსური არქივები და გამოვიდეს როგორც სტაბილიზირებადი ძალა ბრძოლების დროს
და მისი ელიფტიური, უზარმაზარი ელიფტიური, ნიბირუს უზარმაზარი ელიფტიური ორბიტა იყო ისე დაპროგრამირებული, რომ გადაეკვეთა მზის სისტემა მიახლოებით ერთჯერ 3600 წელში. ანუ 3600 წლის შემდეგ ერთჯერ გადაეკვეთა მზის სისტემა. და ამგვარად ის ამ დროს 3600 წელში ერთხელ კვეთს მზის სისტემა და გადის გზას სირიუს და ჩვენი მზის სისტემის შორის, რომელიც განლაგებულია გარეთა სპირალური სახელურების გარეთა რაიონში და გზადაგზა გადიოდა რამდენიმე ასე ვთქვათ პლანეტებს. 1000 მზის სისტემები. ნიბირუს ისტორია აღმოჩნდა ჩახლართული. ის იყო ჩათრეული ბევრ galaktikურ კონფლიქტებში, რომლით აღწერილი იყო galaktikuri სრიებში. ორიონის ომები galaktikuri აჯანყება ერთიანი შექმნელის მიმართ. ანუ გახსოვთ მე თქვენ ლუციფერზე გიყვებოდით, გოგოებმაც ახსენეს ეს. ხო, აჯანყება მოახდინეს შექმნელის წინააღმდეგ. ლუციფერის სათავეში იდგა ლუციფერი, მაგრამ მანამ ახლა ის ახალი ვიდეო რო დავდე მე. ხო. დაკონსპექტებული ვიდეო რომ დაგიდეთ მე თქვენ, რომ ლუციფერმა მოინანია თავისი წოდვა და მას დაარქვეს სხვა სახელი, გონი სატოგორი თუ არ ვცდები? არა, სხვა სახელი. და არხანგელოსმა მიქაელმა და ამ ლუციფერმა ჩაეხუტნენ ერთმანეთს და გამოუცხადეს ომი ნეგატიურ ძალებს, ხოლო ანგელოზები შეგროვდა, როდესაც ეს ომი მოიგეს ამათმა, შემდეგ უკვე ჩაერია კოსმოსურმა ალიანსმა, galaktikurმა ალიანსმა. ხო, ეს ყველაფერი იყო ოლგა, მეორე ოლგა, ტანი და არა. ეს იყო 94 მგონი. ხო, ახლა გამახსენდა. გიგე შეხვედრა. ხო, ახლა გამახსენდა გიგე შეხვედრა. 94 მგონი ძველი. ხო. ხო და ახლა კი ისრაელი პრესი ამბობს, რომ იმ დროსო მოხდაო შექმნელის წინააღმდეგ მოაწყოს აჯანყება. მარტო ომები არ იყო, შექმნელის წინააღმდეგაც მოაწყოს აჯანყება. იყო ბევრი ომები, ზოგი ომები გადმოტანილი იყო სხვა სამყაროებიდან. აგრეთვე ეზოთერიკულ რომელიღაც სწავლებაში დრაკონელებზე იყო ჩანაწერები და დრაკონები დრაკონებს აღიქვამდნენ როგორც იერარქიულ წყობას. ეს ამ რეპტილიების ძალა გაჩნდა ამ რეპტილიების იმპერია შეძლო ბევრ რეგიონებში შეძრომა. მათ უნდათ ყოფილიყვნენ დომინირებადი ცივილიზაცია დანარჩენ კოსმოსურ ცივილიზაციებზე, სხვადასხვა ცივილიზაციებზე, კარიბჭეებზე და ენერგეტიკულ სავაჭრო გზებზე. ანუ უნდათ ყოფილიყვნენ ყველაფრის ბატონ-პატრონები. და ფრაქციები, რომლებიც ემსახურებოდა ამ რეპტილიების იერარქიას, მიიღენ, ასე ვთქვათ, რანგის აწევის მაგვარად ნიბირუზე სამართავი ადგილები. ჩვენი ენით რომ ვთქვათ. და თანდათანობით მაგათმა ნიბირუ გადააქციეს დამყრობელ ინსტრუმენტად, დასაპყრობ ინსტრუმენტად და კონტროლის გასაწევ ინსტრუმენტად. და ყოფილა შემთხვევებიო, როდესაც ნეგატიური უცხოპლანეტელებიო იჭრებოდნენ ნიბირუში და მას უკეთებდნენ ოკუპაციას. მოგიყვანთო ერთ მაგალითს, სანამ ანუ გახდებოდაო
თავასარდალი, რომ ერთ-ერთ ჯარის ბრუსულა საბჭოსიო. იმის შემდეგ, როდესაც ის იქნა ჩამოგდებული თავისი შვილიშვილით მარდუკითო 3006 წლის უკანო, მაგრამ ანუ რამდენიმე ასობით წლის განმავლობაში შეიძლება მილიონი რაღაც რამდენიმე მილიონი წლების განმავლობაშიო იყო თავარსარდალი. სანამ ის გახდებოდა მეთაური, მას მართლა ჰქონდა ესე იგი კონფლიქტი შორეულნათისა, რომელიც იყო დრაკონის მაღალი კონცენტრაციის მწარებელი, რომელსაც ერქვა ტარკი. ის იყო ალადუდან. ალადო ოდესღაც იყო ნიბირუს მეთაური, რომელიც იბრძოდა დრაკონების ხარეს. წარმოიდგინეთ რა ხდებოდა იმ პერიოდში. და როდესაც საქმე მივიდა galaktikul ომებზე, მოხდა მაგარი დაცემა. ფედერაცია კარგად ძალიან ბევრ დროს ამის გამო, ანუ შეებრძოლა ალადოს და ის დაამარცხა. შემდეგ ალადოს გაუკეთა კასაცია, ანუ დაკოდა. ბოლო ჯერი იყო 3600 წლის უკან ჩვენ რამდენ, როდესაც მარდუკმა ალალი თავარი მარტივისა ბაბილონელი ღმერთი ენკი პოსეიდონი ჩამოაგდო, ანუ მარსზე იყო განლაგებული კლონების ჯარი და ამ კლონების დახმარებით ჩამოაგდო, ანუ ნიბირი იყო ამდაგვარად ოკუპირებული ნეგატიური ძალებით. საბედნიეროდ მარდუკი იყო იძულებული დაეტოვებინა ნიბირი 2003 წელს და ჩემი წყაროს მიხედვით ნიბირი ისევ სინათლის ხარესაა. 2023 წელს მოხდა რაღაც თავარი მომენტი და მაშინ ზუსტად მარდუკმა ჩანაწერების მიხედვით ვარი თქვა თავის ესე იგი ვარი თქვა გადადგა თავის ხელისუფლებაზე თქვა ვარი. ეს კიდე მოხდა იმის გამო, რომ ბევრი galaktikuri ჩარევები იყო ამ ნიბირუს ხელისუფლებაში, ანუ ზედაწოლები იყო, აიძულეს მარდუკი და 2003 წელს ნიბირუ დაუბრუნდა თავის პირველ საწყის მდგომარეობას, თავის ამოცანებს და გახდა ისევ თვალების პლანეტა და ისევ შეუერთდა სირიულ საბჭოს და ასტროლოგიას ამ ციკლებთან ძალიან პირდაპირი კავშირი აქვს, რადგან მზე გადის ყველა ზოდიაკალურ სახლს და სამყაროში ყველაფერი ციკლურია, ანუ ციკლებს გადის ყველაფერი. ლინეიური, ანუ წრფედი ხაზი არ არსებობს, დრო მაპატიეთ. ხომ ამბობენ ლინერიული დრო, ანუ წრფედი დრო არ არსებობს. ეს ყველაფერი არისო ციკლში, ეს ციკლი არის ციკლში, როგორცაა სათამაშო რა ქვია იმას, მატრიონა, ხო თუ მატრიოშკა, ხო, მატრიოშკა. ერთმანეთის ყველაფერი ერთმანეთშია. ხო, ახლა ის კითხვა და პასუხებზეა გადასული და მე ყველაფერს რასაკვირველი არ თავდნი, იმიტომ რომ ძალიან გრძელი ვიდეოა. მე რაც შეიძლება შევამოკლე, როგორც შემეძლო ეს ვიდეო და ეკითხება ერთი მსმენელი, ჩვენო ამ სიბნელის 3 დღის განმავლობაში შევძეთო მოძრაობას. არაო, ეს შეუძლებელი იქნება, არ ამგონია, რომ ჩვენ გავინძრეთო. ეს 3 დღე ჩვენი სხეულები დაისვენებენ. ხო, ეს ხდებაო სამი ფაქტორიდან გამომდინარე. პირველი, ნიბირუს დაბრუნება. მეორე ფაქტორი, ჩვენი მზის სისტემა სრულად არის ჩაფლული ამ მომენტში ფოტონურ სარტყელში, რადგან ფოტონური სარტყელი წარმოადგენს ზოლს, გვარიან მსხვილ ზოლს. წარმოგიდგენთ ხარ ამ ხელა, რომ მზის სისტემა ჩაეტია შიგ და ამ ფოტონურ სარტყლის გავლის მომენტში ჩვენი მზე ყვითელი მზიდან გაფართოვდება, გახდება თეთრი მზე, შემდეგ კი კრისტალური. ელექტროდენი არ იქნება. ამ დროს არაფერი იმუშავებს. რა ქვია, დამავიწყდა. თანამგზავრული სისტემა არ მუშაობდეს იქნება. ყველაფერი გაითიშება. ხო, და მე მითხრესო, რომ დედამიწის ბრუნა გაჩერდებაო. ესე იგი წყვილი არ უთქვამთ იმ ვიდეოში მე რომ მოусვინე, რადგან ძველი ელექტრომაგნიტური ველი დედამიწისა
მიატოვებს არსებობას მასკის შეცვლის ახალი ელექტრომაგნიტური ველი სხვა ტიპისა, ამიტომ დედამიწას დასჭირდება 3 დღე, რომ დაიწყოს სხვა მხრივ ბრუნვა. აი, ტყვილი არ ყოფილა. მე თუ ის ვიდეო გადათარგმნილებას, ესე მე ტყვილი ინფორმაცია არ მომიწოდებია თქვენთვის. ისე გავიხარდა ახლა ეს მე, რომ დაემთხვა ინფორმაციები ერთმანეთს, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემს სვენელს მივაწოდო არასწორი ინფორმაცია. აი, ეს უკვე მესამე პიროვნება. მეორე პიროვნება ამას რო ამბობს. ის პოლიჩუდის რო გადაგითარგმნეთ, მაგას არ გულისხმობ. კიდე galaktikulმა წარმომადგენლებმა მოყვეს ერთ-ერთ ვიდეოში, ოღონდ არ მახსოვს მე თქვენ ეს გადაგითარგმნეთ თუ არა, რომ დედამიწა გაჩერდება და დედამიწა ახლა რომ ბრუნავს, როგორც მე თქვენ გითხარით, ისრის ისევა საათის ისრის მიმართულების წინააღმდეგ, როდესაც ის გაჩერდება, ამ ძველ ველს მოიცილებს და ახალ ველს ახალი ველი ჩაერთება, ეხება სხვა ველი და ეს ველი ამ ველის ჩართვის შემდეგ დედამიწა დაიწყებს ბრუნვას საათის ისრის მიმართულებით. ისე გამიხარდა ახლა ეს, ისე გამიხარდა. სიმართლე გითხრა, ხა მე ვუსმენდი ისმაილ პერეს და ფიქრობდი, ნუ თუ არასწორი ინფორმაცია მივაწოდე, თუ ის გადავთარგმნე, მაგრამ არ ვიცი გადავთარგმნე, არ მახსოვს. მე შევიხედავ მე. ახლა მაგას დროს ვერ დავკარგავ. რა მნიშვნელობაა? თავარია რომ მტკიცებულება არის აგერ. ამ სტაზისის პერიოდში ხალხს ხო ძინავდის იქნება, სიკვდილი არ იქნება. ანუ არავინ მოხდება. ხალხი კი არა, ცხოველების დაიძინებენ ჩიტებით, არავინ მოხდება, მაგრამ იქნება ტრანსფორმაცია ახალ ეპოქაში და ჩვენი სახეობა გადაიქცევა Homo galactus-ის სახეობაში. მე თქვენ ხო გითხარით, რომ მე რაც შეიძლება მოკლეს მინდა ეს ვიდეო ჩავწერო, ამიტომ მე გეტყვით ახლა, რომ ამ ეტაპზე ქალური და მამაკაცური ენერგიები უნდა შეერწყმასო. მხოლოდ ამ მესამე განზომილებაში ეჯახებით თქვენ ამ გენეტიკურ ანომალიებს. კარგით, მოდით მე ამაზე შევჩერდები. მიხარია მე რომ ეს ვიდეო, იცით რა, ისმაილ პერეს როგორც მე მეორდები ხოლმე, მაგრამ მე იმიტომ მეორდები, რომ კულები არ ამახსა, რომ ჩემი ნათქვამი გაიგოთ. ისმაილ პერესიც მეორდება ხშირად იმეორებსა და იგივეს, რომ ხალხმა კარგად გაიგოს, ამიტომ მე შევეცადე რაც შეიძლება შემომოკლებია ეს და მე თქვენ მიგითითებთ ნამდვილი ორიგინალური საიტს ისმაილ პერესისა და თქვენ ინგლისური იცით, შეგიძლიათ ორიგინალს მოусმინოთ. ორიგინალი და ყოველთვის კარგია მოსმენა, რასაკვირველია. კარგი, დიდი მადლობა დროებით.